ზამთრის სეზონის კურორტები აჭარაში ნაკლებად განვითარებულია და აქცენტი უფრო ზაფხულის სეზონზე კეთდება. განცხადება დღეს უმაღლეს საბჭოში აჭარაში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა. რაულ აბულაძის განმარტებით აჭარაში ტურისტების რაოდენობამ 10%-ით მოიმატა და მათი უმეტესობა ზაფხულის კურორტებზე მოდის. როგორც იცით, ამ ეტაპზე ზამთრის კურორტები აჭარაში იმდენზე არ არის განვითარებული, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ციფრი მივიღოთ და შედეგებზე გავიდეთ, ოღონდ ძირითადად არის ზაფხულის კურორტებზე ვმუშაობთ. თქო უნდა ამ ეტაპზე ვერ დაიგეგმება, სანამ ის არ იქნება შესაბამის დონეზე მომზადებული კურორტი ტურისტების შესახვედრად. თიანი აჭარა, რომ ტურისტების მისაღებად სრულყოფილად მზად არ არის, ადასტურებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც. სოფო გუჯაბიძე აცხადებს, რომ რეგიონის სამთო სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით ხდება, რისთვისაც უწყებას ბიუჯეტიდან წლიურად 10,000 ლარი აქვს გამოყოფილი. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მთავარი ამოცანა ეს არის ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საზღვარგარეთ. რაც შეეხება მთიანი აჭარის კურორტებს, მოგეხსენებათ მთელი რიგი კურორტები არ არის ჯერ კიდევ სრულყოფილი ტურისტების მისაღებად, ამიტომ ჩვენ პოპულარიზაციას ვუწევთ მათ მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ტურისტებს წელს ვერც კურორტი გოდერძი მიიღებს. შეპესე გოდერძი რესორტის ტექნიკური მენეჯერის განმარტებით, კურორტზე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, დაუსრულებელია კოტეჯების მშენებლობა. უწყება ცენტრალური მთავრობის მიერ გადარიცხული 8 მილიონი ლარის ათვისება სრულად მომავალი წლის გაზაფხულიდან შეძლებს. 2013 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან გამოიყო 8 მილიონი ლარი, რომლის ათვისებაც ახლა მიმდინარეობს და უმეტეს ნაწილი ალბათ მოხდება უკვე გაზაფხულიდან ამ თანხების ათვისება და მასში არის გათვალისწინებული ისეთი სამუშაოები, როგორიცაა სათხილამურო ტრასების მოწყობა, კოტეჯების მშენებლობის დასრულება, წყალის, კანალიზაციის სისტემის დასრულება. როდესაც ეს საკითხები მოგვარდება, კურორტ შეიძლება უკვე 2014 წლის ბოლოს ერთდროულად 70 სტუმრის მიღება ღამის თევით. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით აჭარაში ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთი ზამთრის კურორტზე გომარდულშია შესაძლებელი. ტურიზმის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ მას გოდერძი, დანისპარაული ქედლები და ბეშუმი დაემატება.